კაი გამარჯობა თქვენი დასანქცირებული პოზიტივიდან მოგესალმებით ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე ვისაუბრებთ დავიწყებ მე ბიჭები ციტყვიან თავიანთ სიტყვას მე მგონი რომ ჩვენ გვაღიარეს ჩვენთვის ეს არის აღიარება ჩვენ გვაღიარეს და ეს არის ჩვენი დამსახურება რომ Deep State-მა ბრიტანეთმა განსაკუთრებით ქვეყანა რომელიც ძალიან ღრმა კრიზისშია თუნდაც მორალური კუთხით იცით რომ მეფის ძმა ჩარლზის დააკავეს ამერიკაში ბრიტანეთის ელჩი და ეს ყველაფერი ეფშტეინის ფაილებთან არის ძალიან ახლოს ბრიტანეთი რომელიც არის ისტორიულად ამრევი და უკრაინას ახლა უკრაინაში ისურვებს როგორც აქამდე უგრევდა მან მოახერხა მოწყალება გაიღო და აღიარა ჩვენი შრომა სიმართლის თქმაში შეგახსენებთ რაზე დაგვასანქცირეს ჩვენ დაგვასანქცირეს იმაზე რომ რუსულ ნარატივს ვავრცელებთ საქართველოში უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით ანუ არ ვიძახდით რომ უკრაინა ახლა მოსკოვს აიღებს მე ეს არის მართლაც ძალიან მაგარი რამ რეალურად გულისხმობ იმას რომ ეს არის ამბავი ჩვენი გზამკვლევი რომ სწორად მივდიოთ ეხლა რაც შეეხება ხიარულებას და გლიცინს აი ხერთი პატარა ის მინდა გაჩვენოთ აი ახლა აი გავუშვით შეიძლება თეადარჩიას პატივცემ ვიცნობ მაგრამ აი დაახლოებით კვინტესენცია არის ეს მიყვარს შეერთებული სამეფო აი ეს არის დაახლოებით კვინტესენცია იმ სიხარულისა შეერთებული სამეფო რო სამეფოს რო უხარია ვერ ეგიცებით მეგობრებო არანაირი პრობლემა ჩვენს ტელევიზიას არ ექნება პირიქით გათმაგებულად ვართ არანაირი უკუსლა არ იქნება კიდევ ერთი დადასტურება იმასა რომ სწორად ვაკეთებ და ვერ ეგიცებით ეს ამბავი ეს თქვენი ჰაიპი არის მაქსიმუმ სამდღიანი და მე როცა ნახავთ რომ არაფერი არ გამოგივიდათ ისევ იმ სოროში შეძრებით საიდანაც რატომაც დღეს ამაზე ხა ლაპარაკიც არ არის ჩვენ პრინციპში ამ საკითხს ველოდით რომ ველოდითზე მეტად უფრო მზად ვიყავით ყველანაირად ნატანჯის სახითხვები მე არა ნუ დღეს დავიღალე მთელი დღის განმავლობაში და რესტორანში დაიღალე ხო მათ შორის რესტორანშიც საბოლოო ჯამში ძალიან ნერვიულობთ რესტორანში ხო მაგრამ ნერვიულობდით არა მაგ ნარატივს გაგრძელება არც მინდა არც არის აღსანიშნი რომ ხა არ განვიცდით და არაფერი უბრალოდ ნახე იმ ილუზიაში რომ ახალხი და იქით პირიქით აბაბლს ვაგვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში და მე არ მიჯერა რომ მე მახსოვს როცა დაიწყო თქვათ რუსეთ-უკრაინის ომი მაგ პერიოდიდან რომ რაღაცა გვიკიჯინებდნენ და იკბინებოდნენ აქეთ-იქიდან მაშინ კიდე სანქცია რაღაცას ნიშნავდა მაგრამ ნუ ხო ნახეს რომ რუსეთი არათუ სანქციებმა პირიქით გააძლიერა რაღაც ასპექტში აგერ თურმე დრუჟბას სანქციები ახსნეს და ის ბრენდები ბრუნდებიან რუსეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ ნახეთ ახლა სანქციების ძალა no more shoppings in Milan და დაახლოებით ეგ პრინციპი რო იყო რა რუსებს რომ რუს გენერლებს მაგით ემუქრებოდნენ რეალურად ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით არაფერს საერთოდ პატარა ზიანსაც ეს საკითხი ვერ მოგვაყენებს ამ პირიქით აბაბლს მივმართავ რა ბოლომდე გაიაზრეთ ეს რომ საქართველოს ეხლა დგას დიდი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე ხდება გეოპოლიტიკური გადანაცვლებები თორსები ჩინური წყევლა არის ეგეთი გეცხოვროს დიდი ცვლილებების ეპოქაში და დიდი ცვლილებების ეპოქაა როცა ამერიკა და კონტინენტური ევროპა და შორის ბრიტანეთი შორდებიან ერთმანეთს და პირიქით ამერიკამ თავისი უსაფრთხოების კონცეფცია წარმოადგინა მაგალითად მე მგონია რომ სადაც რუსეთი აღარ არის მტერი კი ბატონო რუსეთი აღარ არის მტერი და რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს მე მგონია რომ ბრიტანეთი და ეს კონტინენტური ევროპა გარკვეულწილად სხვანაირად გადახედეს ამ საკითხს რომ ჩვენც ამ კონფლიქტიდან გამოვიდით ყველაზე გატისკულები და ყველაზე დაზარალებულები ჩვენ მივიღეთ ჩვენ ვიხდით ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინას აქ ევროპა ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინას ჩვენ შეგვეტენა ამების გადახდა ჩვენ გაგვიძურდა ინდუსტრიები წარმოება შუქები არის ჩამქრალი სასტუმროებს ვერ ვატბობთ ბუნებრივი რესურსები აღარ გვაქვს იაფი და რაღაცა ხეირი ჩვენც უნდა გქონდეს ამიტომ სამხრეთ კავკასიაში გარკვეული არეულობები უნდა მოვაწყოთ ანუ აი
რა გამოუვათ და რას მიაღწევენ, ამას ნახავთ რა. ბრიტანეთი, რომელიც გამოხატვის თავს, ანუ სოციალურ ქსელში ჩვეულებრივი კონსერვატული პოზიციის დაფიქსირების გამო იჭერს პირდაპირ ადამიანებს და ფორსები ეს რიცხვი 15,000-მდე ასული. იმან დაგვასანქცირა ჩვენ ვაი თქვენ პატრონს აი როგორ განვიცდი ეხლა უბრალოდ ენერგია აღარ მაქვს მთელი დღის განმავლობაში აი ძალიან განვიცდი რა ძალიან ცუდად მე სხვა საკითხზე მინდა დასაუბარი რეალურად ხო მე მინდა ხაზგასმით თქვა უკრაინაში არის არანაირი კორუფცია უკრაინა იგებს უკრაინას მე მოვთხოვდი პადმასკოვიაში შეხტები თავარი ბრალეულობა ხო ეგ გააჟღერეს რა რომ ამბობენო რომ უკრაინაში კორუფცია არის ანუ იმიტომ ასანქცირებთ პოსტების რომ ამბობენ რომ უკრაინაში არის კორუფციაო და ანუ იდეაში არგუმენტირებული რო აი სხვა ამის კონკრეტულის და გამო მეტი არ დაუწერიათ არაფერი იყო რომ მაგათი პრესა ნარატივია მაგათი პრესა რო წერს ხო და ბიჭო მე მგონი იმასაც დაასანქცირებენ ხო იმას ვქენ მაინც მე მახსოვს არასწორად თქო და რავი ამერიკული იმიდან დატო PBS-იდან დაწყებული ყველა ბრიტანული გამოცემა და Guardian-საც კი აქვს დაწერილი უკრაინაში კორუფცია და ფინანსურ სკანდალებზე და რამდენი ჩინოვნიკი გაუშვეს მაგის გამო და ნუ ისეთი იდიოტური ბრალდებით მოხდათან ეს ყველაფერი მაგას მე მერჩვენა მართლა როგორც აქამდე შევונה ყოველგვარი მიზეზის გარეშე აი ეს უბრალოდ ეკნათ მე მგონია რომ ეს ერთი დიდი გეგმის და სქემის ნაწილია უყური როგორ არის ამერიკა გავიდა ომიდან და უკრაინას ერხება და დაერხება ეს სამწუხაროდ დაერხება ახლა დასაქსირებული ვარ და უკვე შემიძლია თავისუფლად ლაპარაკი წააგებს ამ ომს უკრაინა უკვე წაგებული აქვს რადგან ჩამოშლილია ეკონომიკა მილიონობით ადამიანი იოს ვერ ამბობდი ხო მილიონობით ადამიანი გაქცეულია და ეს ქვეყანა აღარ არსებობს პრაქტიკულად და სამწუხაროდ ეს არის ფაქტობრივი გარემოებები რომლებიც რეალურად არსებობს და ინგლისი რომელიც იყო ევროპის მუწუქი ილუზიაში გავაგრძელოთ ყოფნა კი ბატონო ინგლისი ყოველთვის ისტორიულად მეგობრებო ინგლისი იყო რომ თავის ხელით არომობდა აი ესეთ კომბინაციებს ჩაქლახულ კომბინაციებს ზერწავდა და უნდა და მოგება გამორჩენა ესე იყო დიდი თამაში ზუსტად რუსეთს დაეჯახა თურქეთის იმპერია დაშალა ლოურენს ოლივიე არავის კი ხო გაფილმი განახი უკვე არაბებით და ასე შემდეგ რა და ეს არის ინგლისი და რაც ყველაზე მთავარია ინგლისის ნაბიჯი რუსეთ-უკრაინის ესე იგი სტამბოლის შეთანხმება სადაც შეიძლებოდა რომ მხარეები შეთანხმებულიყვნენ ისეთ ვთქვათ მოცემულობაზე რომელიც უკრაინას არ დაშლიდა ნაწილ-ნაწილ იმ კოლაფსამდე არ მიიყვანდა რაც ახლა არის სამუშაო ძალის სრული კოლაფსი ახლა არის ადამიანური რესურსის სრული განადგურება ყოველი მეხუთე ადამიანი თუ მეოთხე ადამიანი ან დაჭრილი ან იძულებით მიგრაციაში ან გარდაცვლილია ამას დამატებული ნუ ტერიტორიების 18 თუ 20% არის დაკარგული რაც უკრაინის პირობებში არის უდიდესი და საბოლოო ჯამში მიიღეს ჩამოქცეული ეკონომიკა და რაც ყველაზე მთავარია რის გამოც იმ мотиваცია რის გამოც დაიწყეს ომი ნატოში გაწევრიანება პირდაპირ ასევე ევროკავშირში ყველაზე მთავარი სამხედრო ალიანსი გამოაცხადეს თვითონ ბრიტანელებმა რომ ეს არც განიხილებოდა და ეს შეთანხმება ჩაშალეს ბრიტანელებმა კი ბატონო და ეხლა შეთანხმება არ ხდება იმის გამო რომ ზელენსკი უბრალოდ ეხლა რაღაც ანუ არც იქით წავიდეს არც აქეთ წავიდეს აი ეგეთ მდგომარეობაშია რა ასე მაგრამ ფაქტი და უმარტივესი რამე ხო ეგეთია რომ იმ შეთანხმებისთვის რო ხელი მოეწერა ამ რასკლაც ამ მდგომარეობას არა სხვა რამეს გეკითხები აი ჩვენ საშუალო სტატისტიკური უკრაინის გადმოსახედიდან რაც არ უნდა ნაციონალისტური ნარატივები და რაც არ უნდა ესეთი იყოს რა გამშვალული ამ რასკლაც ხოჯობდა ის რასკლადი მეგობრებო და კიდევ ერთი რა ერთი პრობლემა კიდე რომელიც კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია ჩვენ გვყავს სულ გაყიდული სამშობლოს მოღალატეები რომლებიც ძალას
ეძებენ უცხო ქვეყნის სანქციებში, რომელსაც ჩვენ დაგვადებენ. და ჩვენ ეს გუშინ ვილაპარაკეთ, ჩვენ საზოგადოების ეს ნაწილი რამენაირად უნდა გავიაზროთ, სახელი დავარქვათ და უნდა მოხდეს სახელდება ამის. არა, უნდა მოხდეს, რომ ეს არის შიდა კოლონისტი, ეს არის დივერსანტი, რომელიც იღებს დავალებებს იქიდან, ანუ ამას ქართულ პულსზე არ უდევს ხელი, საქართველოში პულსზე. შესაბამისად, იდიოტებს მინდა უთხრა, ლიბერდებიდებს. თქვენ უნდა დაეყნოთ ხალხს. ჩვენი მომხრე ან ნეიტრალური ხალხი უნდა გადაიბიროთ. თქვენ ბავშვი ინცესტუალურად ნუიხარშები, თქვენი დედავატირე, თქვენი არავინ არ დაგვამრბევს და დაგვამხობს თავზე ჩვენს ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებას. იმის გამო რომ ვიღაცა იდიოტმა იქ დაგვასაქცია პოსტივი. აი პროსტა შეხედე ბრიტანეთი, ლადიჩიცა, მარეი იმპერია რომელზეც ჩადიოდა და პოსტივი დაგვასაქცია. ხვდები რა კრინჯობა არის რა. ეგ არის ზუსტად იმ დაცვედანების ნაწილი, რომელზეც სხვა შორის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მიუთითა. პირდაპირ და თვითონ პრეზიდენტმაც კაცო, რომ ანადგურებთ თქვენო კულტურულ სამწარმოებს, ამხელა კოლონიალური წარსულის მქონე ქვეყანა, ჩამოვიდა იქამდე რომ პოზიტივის სასანქციო. შეერთებული სამეფო. მე ერთი მინდა მართლა. და დარჩია მართალია, შეერთებული სამეფო გამოდის. ჩემს პირადად უფრო მტკივნეული იქნებოდა, უბრალოდ მტკივნეული მაგ შემთხვევაში იქნებოდა, აი ფენტეზი პრემიერ ლიგას თამაში. იქ რო 4 ქულა ჩამოეკლოთ, მაგას მართლა განვიცდიდი, მაგრამ ნუ აი ამაზე მე მგონი ამოუწურეთ ყველაფერი და აღარ ღირს. არა, ერთი კიდე მიშა მშუდაძე ჩემ ყოფილ მეგობარზე მინდა. მე პიტერ ფიშერზე მინდა, მე კიდე მიშა მშუდაძე, რომელიც აყვავდა ეხლა. არ არის აყვავილობის დრო. მიშა ნუ აყვავდი. მიშა მშუდაძე აყვავდა და დროწეულივით? ნუ ამშულობა აქვს რაღაცასავით და სატელევიზიო რეკლამის ლამის ექსკლუზიური გამყიდველი დავჭით ბაზარზე. ფორმულა და ტელევიზორი ორი კვდარი ერთმანეთს აეკიდა და ბიჭო ნუ გაქვთ ეს ილუზიები არ მოხდება არაფერი არ მოხდება აგერ მე შეუძლია გაგზავნება თქვენი ჟინვა აი ესე აი ამ ეკრანიდან ხათია დეკანოიძე გაიგე ვარტა რა მომასხარა აი გავაგზელებ აი იმას ასაც გიკეთებდით რა პიტერ ფიშერი აი თქვი აი всё მამუკა ხაზარაძის მდგმური რომელსაც ქვია გერმანიის საქართველოში და მე ესო არქივი არ არისო ეს არისო პროპაგანდისტი არ ჩერხარ ელჩი საშუალო ხო ისე მართალია ლაპარაკოს კაცი რომელიც წარმოადგენს ქვეყანას სადაც პოლიტიკურ თვითგამოხატვა მოკლეს იმიტომ რომ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიას ართავენ ნებას რომ ის კი არა სატელევიზიო ეთერებში ბილბორდი რომ გამოაქვს იმას კაცო აი ფარაჯი ხო ყავთ თავიანთი პრობლემა და იმას იგარს იმ ქალს ხო ხო და ნუ იმაგას ვალო იმპერატორმა რაც უთხრა ყველა სიტყვა სწორად ვადობა და ხელფასაღება პრობლემა ხათია დეკანოიძე დავიწყოთ რა გავუშვათ ყველა გავუშვათ რა ეგენი ნარჩევი საზოგადოება ჯერ მოვითავა. ანუ მტრის ხატი როგორც დახატა ოცნება, აი ზუსტად იმედის და პოსტების საშუალებით, სამთავრობო არხების საშუალებით, რომ მტერი არის ევროკავშირი, რომ ბრიტანეთი არის მტერი, ამერიკის შეერთებული შტატები არის მტერი, რომ პრეზიდენტ ტრამპს რიად ლანძღავს შათირიშვილი ივანიშვილის შათირიშვილის პირით უგზავნის ესეთ წერილებს, რომ გერმანიის ელჩი და გერმანია ყოფილა მთავარი მტერი საქართველოში. ანუ აი ეს რუსული შხამი ვრცელდება ამ არხებიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაფიქრდეს, ვინც ამ არხებზე მუშაობს და ყველა ეს ადამიანი, რომელიც კითხოთ ხალხდანო ხატია. თუ როგორია, შედეგი როგორი შეიძლება იქნას. სანქციების ეფექტზე მინდა კითხოთ და გავაჩერდ. აი გოგონა გავაჩერდ სტოპ კადრით შეიძლება. ამ არხზე მომუშავოს ყველას მინდა მიმართო. ვიზუალით არ შეიძლება სანქციების ეფექტზე იკითხოს მე დავფიქრე არა მე თქვა რა რომ ესე იგი ყველა უნდა დაფიქრდეს რომ ვინც არხზე მუშაობს რომ რეკლამის მიტანას და ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს დავიწყოთ იქიდან რომ ამ ვიზუალით დასანქცირებაზე არ შეიძლება ლაპარაკი კი ბატონო ცოტა რაღაცა მიდგენ ბაზარი არ არის დასანქცირებულები ვართ უკვე ერთი ამათ დედაც ვარ კიდე ეხლა როგორ არის კაი მიცრეუნებიან რაღაცას და იქიდან რომ მილიონჯერ დასანქცია მე თქვენი ხელიდან კტარკნები ვარ ეგრე გავაკეთე ეხლა ნახე რა ხათია დეკანოიძე რომ ამბობს ამარხებიდან არა ამარხებიდან მოდიოდა ამერიკა მტერი ბრიტანეთი მტერია კონკრეტულ ადმინისტრაციაზე deep state-ზე ვლაპარაკობთ და იმაზე ვლაპარაკობთ აბა რა არიან ვერ გავიგე უკრაინას რა უქნეს და ჩვენ ვაფშე რას გვიპირებდნენ ჩვეულებრივ საზარბაზნე ხორცად გვიშვებდნენ და ინსტრუმენტად გვიშვებდნენ რომ უბრალოდ რუსეთს 100,000 კაცი აქეთ შემოებრუნებინა და გამოხედვის გამო აქეთ რო გამოეხედა და მეორე ფრონტი გახსნილიყო ქვეყანა უნდა აგვერია ბოლომდე აბა მოდი ვარდენ რეკლამას არ მიიტანენო
ვადო მაჭავარიანი და ხელფასის აღება პრობლემა იქნება. აბა მოუწევს. დაპატიჟოთ ხა ხელფასით. არა ეგ სადღაც დაპატიჟო არ მინდა არცად არ დაპატიჟო, მაგრამ რატო გონიათ ბიჭო, რატო გონიათ? რამე ფეიკი ზედა უყიდე. რატო ბიჭო, რატო ჩამოვიშტები? არ ჩამოვიშტები, დაფიქრე მაგას არ დაპატიჟოთ, ფეიკი ზედა უყიდე. ხო, აი გაუშვათ ეს იდიოტი. ხელფასის აღება პრობლემა ხდება, ამდენი თან. აგერ მოდით და ხელფასის აღარ შემიძლია ამ იდიოტების მოსმენა. ანუ რაღაცა ბაბლია. აგერ მოდი რა, თვეში ერთხელ შემაი. თვეში ერთხელ შემოიარე და ხო, ჯიგარი ხარ რა. თვეში, აი ვარ თქვენი და ჩვენი ხელფასი. თქვენი და ჩვენი პული, თქვენი აი პულის მაგალითად სხვა რა ვერ შემოდრაბაზო. კაი, ფულს არ აგერ უბეში, კაი. ძალიან მაგარია. ხელფასის მაგალითად. სიგარეტზე ძები ვადო. სიგარეტი და ჩვენი პული. თქვენ არა აშკარად ჯერ ერთი საიდან მოიჭარეთ რა არ არის ეგრე მოწყობილი ბიჭიკო ვადო არ არის სამყარო ესე მოწყობილი დრავდა იმა რაღაცა თქვა ინგლისმა და ჩვენ აქ გავჩერდებით თურმე რა და ისინი ინგა გრიგოლია არ გაუშვათ კალაზე მაგრამოს შვედეთ დავიშალეთ მაშინა შვედეთ ის ვერ იგებს ხო იცი ჟურნალისტმა ვერ გაიგო რა ცინიზმი ვერ გაიგო რა თქმა უნდა როგორ უნდა გაიგოს ჟურნალისტმა ცინიზმი ნუ შვედეთმა იმას ინგა გრიგოლია და ისინი აი ანონსები როგორ დღეს რავი რას უყურებდი მარტო ჩვენ ფოტოებს საეთეროდან გლიჯერ იმენა ჩვენ ფოტოებს ათრევ ნინი საეთეროდან გაუშვი არა სანქცირეს და აი და გახარებულები და რა ვიცი მე ამინა სამშვიდობისა სავარაუდოდ ქართულმა ოცნებამ იცოდა რომ პროპაგანდისტული მედია საშუალებების წინააღმდეგ მზადდებოდა ბრიტანული სანქციები და სავარაუდოდ სწორედ ამას უკავშირდება რომ ერთდროულად მოხდა ირაკლი რუხაძის მხრიდან იმედზე უარის თქმა და დღეს საღამოს გაირკვა რომ ასევე პოზიტივის 52%-ის მფლობელმა ხალხის ზალის წარმომადგენელმა ვიქტორ ჯაფარიძემაც თურმე დათმო საკუთარი წილი და მართვაში ეს ორივე ფაქტი ერთობლიობაში მეტყველებს იმაზე რომ ქართულმა ოცნებამ იცოდა გადასარევად აი ეს ხალი არის წარმოშობით დებილი რა ეს არის უდებილესი ადამიანი გახსოვს იმას რომ ხიდაშელს გახსოვს ხიდაშელს არა ხიდაშელს კითხა ჩუგოს კითხა რომ შენ უნდა გახდეო ის პრეზიდენტიო პრეზიდენტი და მე არავა და ასაკეთებთან შეიძლება დებილო შენ დებილო ქალო ამხელა ქალი ხარ და დებილი ხარ რა წილი დათმო რეჟში მაინც შეხედე წილის ისე იმასა აქვს რა ქვია ვიტიასა აქვს დებილი ხარ ბიჭო ესე დებილებს როგორ გიტანთ რა ეს მარტა რა ცოტა წვიანი ხალხი მოიყვანე დიპსტეიტო ღმერთო ვიღა ეს დებილები გაყარი აქედან მაგრამ ჩვენ ბრიტანეთის დასანქცირებლები მაინც ვართ და ისო ჭუტა ჯუნიორის დასანქცირებლები ჭუტა ჯუნიორის სამუდამო ის არის ღმერთის და შემქმნელი დასანქცირებული სამუდამოდ ანუ როგორ იცი ვაფშე ფეხებზე კიდე იქ ვერ ჩაიხედა ვიღაცამ უთხრა ნოდარამ სავარაუდოდ და უთხრა რომ აგერო ისო წელიო დათმო არ დაუთხრა ოღონდ სვეტში ეგრეა სვეტში ეგრეა ვიციო მე ამ მნიშვნელობა გადამოწმებას ახლა და ზომა მითხრა რა დებილი ქალი ხარ ბიჭო ესე არ შეიძლება რა წავიდა ის რომ როცა ხალხი იყო ბნელი შუქი რო ქრებოდა და შენ რო ჩდებოდი ტელევიზორში კიდე რაღაცას გიყურებდნენ ყვირილს უსმენდნენ და ეხლა წავიდა რაღაცას ცოტა მინიმალური კომპეტენცია გამოავლინე ინგა მინიმალური ხო არ გთხოვ რომ რაღაცა ორი წინადადება გადააბა და რამე ერთი ღერი ჭვიანური აზრი თქვა რა კიდე დღევანდელი ისინი აქვს ამათი სიხარული და celebrate-ები არ გვაქვს? გვაქვს ამათი celebrate-ები, არ გვაქვს. რა ვიცი, რაღაცა ჩავთვალოთ. კარგად მომზადებულები. არა, ბიჭო, არა, ყოველ იმაზე ხდება აბა და ავაი და მაშ ხვალგავსები მოდი ბაზი მაგარ შაყირებს ამ უბას სამიკიძე ძალიან მაგარ შაყირებს. ეგ საყინოი ვარიანტი. აი შაყირო სერიოზული. აი იუმორიზმო. ძველ ტელეფონზე ხუმრობა. შაყინოი ვარიანტი. აღარ დაასპოილერო, სევ აღარ დაასპოილერო. საღო. მე რა სელოვიდან გამომდინარე ივანე ჯავახიშვილი ჩემთვის არის კუმირი ხო და რაღაცა სახში უზიო რაღაც ტელეფონი მაქვს თამარ მეფისტრიელი არის ხო და მართლა იგი ტელეფონი აქვს ხო და გადაიგრა მირთი არ დარეგოს აბა შეგოხიდეთ ეს ტელეფონი დავით სოსლანს დაუვარდა ბასიანის ძილაში ოდა მე შემხვდა მე არქეოლოგებმა მემაჩუქეს და SMS-ები იყო ხო თამარის და დავითის წავშალე ოდა რომ ირე
ეკავს ამ ნომრებს ვერ ვცნობ რა, ნახშირზე მუშაობს. ხო, არის ჩვენ კოლექტივში სადაც სასწავლოს არის ერთი ადამიანი, რომელიც არის განსაკუთრებით ტუპოი შუტკების მომფიქრებელი. დაჟე ისეთი მაგარი ტუპოებისაც ვერ არის, უკვე მაგარი იყოს, აი საშუალო სადღაც. და აი ეს არის იმის ის რა, რომ აი вообще აი კრინჯი როგორი ზე ბონონდე სერიოზულად. სტივენ ფრაი რა ფაქტიურად. არ ვიცი გვინანი. აი არ არის. ხო, კი ბატონო. თხოვნიკე რაზმაზე. აუ, რაღაცა გადამეკეტოსო და რაღაცა ეს ამბობს. კოჭებს დაგხვიდავ და გვარამიასავით. ჩემიკა, აი, ეხა გედემეკეტა. მოიცა რა ხდება? რატო უფრთხილდებით კაცო ხა გავშვა მე გადავკეტო? კი, ჩემი აზრით ნაციონალური მოძრაობა იყო ავტორიტარული პოლიტიკური ძალა და ავტორიტარული ხელისუფლება. აღარ დაგიძახონი. არა, ერთი ძამი. შედარებაც არ არის იმასთან შედარებით, თუმცა ქართული ოცნება რასაც აკეთებს. ესე იგი, ეს უნდა გაუშვათ. ქართული ოცნებამ კაი, ეხა ამის მომეგობრებო, ეს უნდა გაუშვათ კასრების იმ ვიდეოში უნდა გამოაჩინოთ 1-2 ვერცხლში. 1-2 უნდა გამოვა. მე ტრუპებზე უნდა დავაბათ. შედარება ხო არა? გვამებზე უნდა დავაბათ ციხეზე, მორგში, ცოტა გაატაროს 1-5 დღე. 5 არ უნდა 1 დღე. 1 დღე გაატაროს. სახლი კარი რაც აქვს და რა ვიცი რა სააბადია ნათესაობას. უნდა წავართვათ. ჩაწერო რამეში. ხო, მე ან დაუმონტაჟო ეხა არის საშუალებები. ხო, 1-20 წელი მიუსაჯო, სახკარი ყველაფერი უნდა წაართვას, ვაფშე რაც აქვს, აი რაც გააჩნია. მაგას და მაგის ნათესავები უნდა გაუშვას სამსახურიდან და მე იქნება მიახლოებული, აი შენი და ამ პოდკასტს უნდა შეუვარდე ლაივში. მე თუ ხანდახან აი ძალიან ცუდი ფიქრები მაქვს რა, იცი, არ უნდა ფიქრობდე ეგრე რომ აი ეს დროის მანქანა მომცა და აი ეს ესეთი სირინოზები, ხო? ცოტა ხანი და გადააქციო 2010-ში, 2011-ში, 2009-ში, ნუ ჩასვა რა. აუ ბიჭო, რა მაგარი იქნება, იცი, მაგრამ ცოტა ჟოსტკი არის. ფილ კომანდერები იქნებიან. ანტიხუმანური იქნება ეს. კიდე რა გვაქვს, აბა რა გვაქვს? აუ, არაფერი არ არის დღევანდელი. ნიკა გვარამია. დღევანდელი დრისთვის მე არაფერი არ არის. ვალერი გილახიანი. ხო, გოგი ჩაიშვიდა, აღარ გამოვიყვანოთ. რა, ჩვენ გადავხედოთ ეგრე. მაი გიანოდია, გავუშვით, ნახეთ. მე მიჯდება ტელეფონი. გავუშვით. თორემ დიდი საუბრობთ იმაზე, რომ ერთმანეთს ველაპარაკებით, რომ რაღაც ბაბლში ვართ და რაღაც ჩვენ რაღაც დარწმუნებული ვართ ჩვენ სიმართლეში, მაგრამ ვერ გაგვაქვს ეს ჩვენი სიმართლე რაღაც ვიწრო წრის გარეთ და ამ დროს რაღაცნაირად შანსი არსებობს, რომ იმ ხალხს ველაპარაკოთ, ვინც არის ამ ბაბლის გარეთ. მეგობრებო, აი ეს მიხვდა, რომ ერთმანეთს ელაპარაკებიან ინცესტუალური ლაპარაკი, ხო თქვით? ამან ძალიან მაგარი გააძრო დებატებში იმედის ეთერში. ნახე? მე ვეხაც არ მჯერაო, რომ დებატები სურვილი მართლა არსებობს. დებატებში რო იჯდა მაშინ თქვა. ვიკა ბუკიამ დაწერა, შალვა რამიშნო თვითონ დამბლოკა. ნევრებ მოშტულმა, არ მახსოვს. თორე მე რომ დამებოკლა, ახლა ვახდი ბლოგს და დავტკბოდი მისი სასწრაფებით. ხო, ეს გასაგებია. ერთი მეორეზე კარგი პოსტი აქვს. ახლა დაუწერია მე და ჩემი ორი მეგობარი რესტორანში დავდარდით გასაქარულოთ, ვაფშე არის ხო? ბარათი ვერ გავატარეთ და დაგვატიჟოთ. ძაი წაკით ბარათი ვერ დაგვატიჟოთ. ბიჭო, აი ეს ვიკა. აი ეგ ინტერპრეტაცია მიეცა, მაგარია. აკითხული შინაარსიდან, ბიჭო, რაღაცა მენტალურ პროვინციაში დარჩენილიყავი შენც რა, საიდანაც გამოხვედი რა. ყოფილიყავი ძალიან კარგი სიდან მენტალური იქიდან რა. მენტალური პროვინციიდან. შესანიშნავი პატარა ქალაქიდან, რა ვიცი რა. კი. მე არ ვიცი. მე გეტყვი მე. არ მინდა ხა. დაუკავშირო, მაგრამ იმ ქალაქში გენიოსები იყვნენ და ესეთი იდიოტები, როგორც არის ვიკა ბუკია. რომელიც ეხა წეს რომ ბარათი ვერ გავატარებ. ხო წაიკითხეთ ხო ისა? კიდე წაიკითხოთ რა დავწერე სინამდვილეს. პროსტა აი როგორ უნდა გამოიტანო რა. საქმეებს ამბობ რომ გავიგეთ ბაჩო და გური მე აღსანიშნავად. წავიდით რესტორანში, გიახელით იმერული ტექნიკონი, ჭადი ხმოსწვადი კეცზე, იწილის იმაყვანში ნიყვი ეკალას ხალი ქუთაისური რესტორანი, ამას დავაყოლეთ 4 საფერი, დალე ჭიდობის საქართველოს, შემდეგ ტელევიზიის ყველა კაიკასი სადაზვერვო. მე გადაგდა გვინდა ლარებით, აბა ფუნდები წაგვართვეს, სადარეკ ბარათი. მაგრამ რესტორნის ფლობელი ჩვენი ზვაკასია და დაკვატიჟა. და ძალიან მაგრა განვისტით ხო. აი ამ წაკითხულიდან ამ შინაარსის გამოტანა კრეტინია ძმაო. მართლა კრეტინია. რა გინდა რომ მოთხო ტევე პირველის ის არის? სახე. და რაღაცა იდიოტური ინგა გრიგოლი არის მასზე ზევით. ხვდები? იერარქიულადაც და სოციალური სტატუსითაც და აბიტუსით. დივა უფრო მეტი დივა. ხო ხვდები უკვე რა ჯოჯოხეთში. აი რაღაცა ხორცმეტები ხართ ხალხო რა.
არა, რა თქმა უნდა, თქვენი ხელისხლება არ შეიძლება ზავანიაიძის ხუჟე რა, მაგრამ რაღაცა უნდა. ნიტრო გაიგავნოვანიაც იმოდი. ჰა? ზავანიაიძანი რა. ფეხი რო დააბიჯო, გამოცოცხლდებია. ხო, მაგას გეუნდა. ხო, ნიტრო გაიგავნო. Надо с вами что-то делать. Нела. Потихоньку, мы вам покажем, где раки зимуют. არ როგორ მეცილებ ამ რუსოფობიაზე, ამ სიგიჟეზე, რომ რაღაცა ჯერ ისი რუსოფობია ბიჭო, არა, მე სერიოზულად ვამბობ, ადრე, როდესაც მე იცი ჩემთან რომელ თავზე უბრაზდები, როცა არგუმენტებს ვწერდი, რომ იცი ეს ორმაგი სტანდარტია, თქვენ შეგიძლიათ გაზპრომს მიყიდოთ რაღაცა და სხვას აბულინგებთ, პოზნერი როჩამ. ესენი ამათ არ უნდა ელაპარაკოს. შეგხვდებიან თუ რამეს და ეგრევე დედის გინება პირდაპირ და ამას დამატებული რა რუსო ვინ მისცა ამათ უფლება საერთოდ რამე ფობია კონდეთ ან ვაფშე ამ საქართველოში რამეს შეუქმნა პრობლემა რა ის რუსოფობია შეხედე ბიჭო ერთი წიგნი ამათ არ აქვს საკითხული არაფერი ამათ არ უარგან არც არაფერი მართლა პირდაპირ არაფერი რა შეხება ეხა ბარათი გატარება არაფერი არც ნამყოფები არიან ნამყოფები და მაინც არ არიან ნამყოფები სწავლენ წაეთრევიან 15 ევროთ სადღაც ვიზე არის და იქაც არ არიან ნამყოფები იქიდანაც აქ მაგაზემაიცია და შინაურება. ყველაზე ცუდი ლიბერალები, ზაზა შათიროშუა ძალიან მაგარი თქვა რა იქ, რომ ჩვენი ღმერთი რო არსებობს, იმის დაზუსტება არის, რომ ჩვენ დებილი ლიბერალები ყავს. რუსი ლიბერალი, შენ თუ გილაპარაკ, იმენა მწოდე. როგორ არა, რა არ ეთყობა. აი, როგორ ანდაც დაერხა არა კრეატიულ კლასზე და ჰიპსტერზე კი არ გელაპარაკებ მე გეუნები ლიბერალზე თქო იმენა დავადოსკაია მაგრამ უგანათლებული აბა რა ვერ გაუქაჩავ დაჟე ლერმონტოვი ძმაო არ იყო ლიბერალი ვერ გაუქაჩავ რა ის არის ესენი ბიჭო აი ვიკა ბუკია და ეს წამყვანები და ეს ნოდარმე რო შეაერთო ამათი ერთად წაკითხული ინტელექტუალური манипуляციის უნარი გაკეთებული ყველა ფერი რო შეადა რომ ერთი წესიერი ლიბერალი არ გამოვა. ხო, არც გაკეთებული იცი, არც გაფუჭებული. ჭინკები ბიჭო იმ აქციას რო შეხედავ, ის პატარა მაიმუნი და ისინი ანუ ხდები, და იმის რა ქვია, მაცივრის გამომტანი ტიპი, აი ეგენი არიან. ჭინკარი ამათ ზმაკაც. ხო. მეგობრებო, ისე დავასრულებ ნოტაზე რომ მე მიშამ რო მასქნა აგრეთვე სიხარული გამოხატა. აბა რა სიზავდა. ძალიან მაგარი ამბავია. არ თქვა რომ მე ბრიტანელი ვარო. რუსული იმედის და პოზიტივის დასახელება თუნდაც ჩემთვის გაუგებარია თავად ბოროტების თავად წყაროს რატომ არ ადებენ. და თვითონ მიშამ. არა, თვითონ მიშამ არ თქვა რომ მე ის ვარ ბრიტანელი. არა, ბრიტანელი, იმიტომ რომ მიშა არის აი მაგალითად ეხა რო გვანძღეთ და გაგინეთ ხო მიშა თქვენთან შედარებით არის არ ვიცი პლატონი სოკრატე პლიუს მოქმედებაში რავი ნაპოლეონი რემბო და ყველაფერი ერთად რო ანუ просто მიშა არის ფოლკლორული პერსონაჟი რომელიც არის ესე იგი ეგეთი ყველა სახის მორგება, ეგეთი აკიდება პოზიტივზე, მართლა ვეღარ გააშარჟე. ეს არის ძალიან სერიოზული უნარი. კი, იმიტომ რომ ეს არის მანიაკალური. თუ ხებში დაბალი ხარისხის ჭინკებია, ამაში არის სერიოზული. ანუ ადამიანს შეუძლია რომ აბსოლუტურად ყველა სახე მოგოს, ყველა პოზიტივს აეკიდოს. მაგალითად, მე მახსოვს სალომე ზურაბიშვილის არჩევნები რო იყო მაშინ საპრეზიდენტო, თვითონ ლაივში აკომენტარებდა რა, ნო? ახალციხე, აი აქ ვიგებ ჩემი დედულეთი. ყველგან სადღაც ბაბიაჩევი მან ოზურგეთი მაკედან ვარ სააკაშვილებს სააკაშვილი იყო 20 ადგილიდან თელავი ო ჩვენია ჩემი სახელია იქ არა მცხვირი გაცებული ვარ ეკლესიაში ვიყავ იქ ბორჯომსვავ ათვილ არ განავყევი ამ რეგიონს და კოვიდი აი ეს მექიმებიო ჩემი ზვაკაცები იყვნენ ტრამპი ესე იგი მოვიდა და ჩემს ვაკაც იყო, წავიდა და ეს კლოუნი იყო, აგინე. მე რომ მოვიდა, მე ხო, მე კიდეც ვაკაც. სამეფო ოჯახზე ლორდთა პალატაზე დაწერს. მაგრამ მაგის ესე იგი კვინტესენცია იყო ალბათ და აი ну აი კლასიკა ნეპალელი შვილია. იმიტომ რომ ჯენზი ხო სხვა შორის ნეპალი არაფერს არ ვამბობ.
წმინდა სტატისტიკურად გეუბნები ერთ-ერთი ყველაზე დაბალი IQ არის ანუ ინტელექტუალურ მანიპულაციის უნარი სოფლიოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია დიდად არ იცი რატო მოახდინეს რევოლუციაც რატო დაანგრიეს ხო ეგ პრინციპში ბევრგან არ იციან ხოლმე მაგრამ მან განსაკუთრებით და გაერთნენ ახლა კაი მეგონა ამან ეგრევე ჩემი ნებარები ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს მანამდე გავერთოთ ხვალ უფრო მეტი პოზიტივი გაიზი გექნებათ კარგად დადეო აბა ხვალ